ეს არის ზემო იმერეთის სოფელი, ახალსოფელი, ზღვის დონიდან მიმყოფებით 600 მეტრზე. და ჩვენ ახლა მე გაჩვენებთ, ეს არის სიმინდი აჯამეთის თეთრი. რატომ გადავწყვიტე ამის ჩვენება? რომ ხშირად მეუბნებიან, რომ სიმინდი ჩვენთან აღარ მოდის, ვალვები ხელს უშლის მოსავლიანობას და ბევრმა ხელი აიღო სიმინდის მოყვანას. მე ახლა ადრე მახსოვს კი არა, აგერ იყო ახლა ახლო მომავალში ჩვენ ეს სიმინდი მოქონა აჯამეთიდან, აჯამეთში გამოყავდათ ეს აჯამეთის თეთრი. იქ ინსტიტუტი იყო და ვაახლებდით ყოველ წელიწადს და მქონდა სიმინდი ძალიან კარგი არის ჭადად, ისედაც კარგია ფრინველებისა და ცხოველების საკვებად და ამიტომ მე რისი თქმა მინდა ერთად-ერთი შესწომა, რასაც უშვებენ ჩემი მეზობლები და მეგობრები, ეს სიმინდი უნდა იქნეს დათესილი აგროვადებში. აგროვადებს გულისხმობ, მე როცა ნიადაგის ტემპერატურა მიაღწევს 12 გრადუსს, ეს არის აპრილის 10 რიცხვის შემდეგ, 1 მაისამდე. ამ ვადის დაცვა აუცილებელია, იმიტომ რომ შემდეგ ვალვები მოდის და ვეღარ ასწრებს სიმინდი ვეგეტაციას. როცა აპრილის პირველ ნახევარში დავთესავ, მაისში უკვე პირველი კულტივაცია გატარებულია მაისში და შესაბამისად შეგვიძლია მივცეთ ამონიუმის გვარჯილა. ყურადღება აქციეთ იმას, რომ მე ვამბობ მაისში და არა ივლისში. ივლისში უკვე გვიანია ვალვები არის და გვარჯილა აღარ მუშაობს, არ მოქმედებს. ის უნდა დაეხმაროს სიმინდს ვეგეტაციაში. თუ სიმინდს კარგი ვეგეტაცია აქვს, იმან შეიძლება 2 ტაროც მოქცეს. აგერ გაჩვენებთ ახლა 2 ტარო აქვს აგერ ახალსოფელში და ჩემი მეზობლები ხშირად მეუბნებიან, რომ სიმინდი არ მოდის, ტყილავ თესავთ, არ მოდის, იმიტომ რომ არ იცავენ აგროვადებს და მეორე რაც თავარია კიდევ აგროტექნიკა ჭირდება სიმინდს, ეს არის მისი დაშორება. მიაქციეთ ახლა ყურადღება. რიხტაშორის დაშორებული იქით ავჭერი ახლა მე სიმინდი კარმა და ამიფუჭა. რიხტაშორის მანძილი არის 70 სანტიმეტრი, მცენარეთა შორის უნდა იქნეს 40 სანტიმეტრი. 35 დააგვირდე 40 სანტიმეტრი. 40 სანტიმეტრი არის დაშორებული. ტარო არის ნორმალური. ტარო უკვე ამას ქვია ტარო. არის 22-25 სანტიმეტრიანი 22-25 სანტიმეტრიანი ტარო. და ზოგან 2-2-იც არის. თუ კი ამას დაშორება არ იქნამდენი, რა თქმა უნდა, მას კვების არის არ ყოფნის. ყველაზე მეტად კანისტრის წყლის შიმშილს ეს არის შენარე სიმინდი მე-17 საუკუნეში ჩვენთან შემოდანილი მექსიკიდან და უყვარს ბევრი ნალექი, წყალი და ამიტომ თქვი მე თავიდანვე, რომ ის აზრი იმის შესახებ უნდა საბოლოოდ დაიმსვროს, რომ სიმინდი არ მოდის. მოდის სიმინდი, საჭირო არის აგროვადების დაცვა, ის უნდა დავთესოთ აუცილებლად აპრილში მოვატნევთ. მაისში უკვე მაისის ბოლოს დამთავრებული იქნება გვარჯილისა და რაიმე აზოტიანი სასუქის მიცემა. ივნისში დამთავრებული აქვს სიმინდის ვეგეტაცია, ის მიაღწევს უკვე სიმაღლეს 2 მეტრამდე და იწყებს ივლისში ტაროს გაკეთებას. ივლისში და აგვისტოში ჩვენ ნალექს აღარ ველოდებით, შესაბამისად შეიძლება 2 კვირაში ერთხელ მევიდეს, შეიძლება 1 თვეში ერთხელ მევიდეს, მაგრამ სიმინდი ინვითარებს ზემოდან ღოჯებს და ის იჭირავს ტენს, იჭირავს
რა ქვია, ატმოსფეროს ტენ, რომელიც შემოდის ცვარი რო არის ნიადაგში და ასრევს მაინც ტაროს გაზდას. ასეთივე ანალოგიური მდგომარეობა იყო წელს. აქ და მივიღეთ აქ ტარო, რა თქმა უნდა, ახლა მე ვეღარ შევენარჩუნე მხარების გამო და ადრე ავიღეს და რამოდენიმე ძირი საჩვენებლად დავტოვე. ასე რომ ამით მინდოდა მეთქვა, რომ თუ კი დავიცავთ აგროტექნიკას, გოულად დავთესავთ და ჩავატარებთ კულტივაციას, სიმინდი გვექნება. აი ეს მინდა უთხრა მე იმ ხალხს, ვინც ამბობენ, რომ არ მოდის სიმინდი და მიტოვებული აქვს ნაკვეთები, გატყევებულია მიწები და არ თესავენ სიმინდს, იმიტომ რომ მაინც არ მოდის იზარი. სიმინდი მოვა, დათესეთ თავის დროზე.